Ყვება ქეთი დილამშვიდობის ქეთი მოგესალმებით ჩვენ ვყოფებით ქალაქ ეთნოციფურიასთან სტუმრად ანსამბლ გვირილა ემზადება ფესტივალისთვის რომელიც 24 მაისს გაიმართება საბავშვო ფესტივალი და სწორედ ბავშვები გადიან რეპეტიციას და ჩვენ ერთად გახლავთ ასევე ბორის პედია რომელიც მიიღებს ასევე მონაწილეობას ფესტივალში და დუეტ სიმღერებს როგორც იცით ხო გვითხარით ამის შესახებ ძალიან მოხარული ვარ მეც ამასობის ერთ-ერთი წევრი ვარ კახოთი ერთ ჩემი მასწავლებელი და საერთოდ ჩემი მეორე დედიკოა და დიდი მადლობა ამისთვის და უნიჭერესი ბავშვებისთვის როდესაც თქვენს დიდ და მომავალი ნიჭიერი თაობისთვის და ყოველთვის ვთქვათ ვითანამშრომლობთ ერთად და ვიყოთ ერთად ქალბატონებმა ვინ მიიღებს კიდე მონაწილეობას ამ ფესტივალში? მე მინდა აღნიშნო, რომ აი ეს არის ჰიმნი, რომელიც სპეციალურად ამ საღამოსთვის დაიწერა. ავტორი არის ნინო ჩიხლაძე, ჩემი ხალიშვილი, რომელიც ამ პროექტის ხელმძღვანელია და კოორდინატორი. ბევრი საინტერესო სიმღერები შესრულდება. აი ეს სიმღერა როგორც აღნიშნე, ქალბატონი ნანა ცინცაძე არის ლექსის ავტორი და ძალიან ლამაზი სიმღერები დუეტები შესრულდება. არა მარტო ბორის ბედიასთან იქნებიან ნუგზარ ყვაშარი, ბესო კალანდაძე, ჩვენი საყვარელი ქართველი მომღერლები და საუნდები შესრულდება. აი სულ ახალ ბედები ხედავთ თქვენ. აი ეს პატარა ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის ანა ასათიანი და სანდრო გვილავა. ახალ ბედები არიან, პირველად გამოდიან სცენაზე და მე მგონი ამ ფესტივალზე მე მგონი იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა. და ეს საუნდები ქართული სიმღერებია, იცით, აი ქართული რეპერტუარი, ბორისიც სხვათა შორის ცნობილ სიმღერას ქართულს ასრულებს კინოფილმიდან და ეს იქნება სიმღერას შეასრულებს. აი ეს ცინცაძის არის, ხო? ეს არის თორაძე არის, მეზღამე გბილისო, ბარბარე ჯინჯარაძე არის ერთ-ერთი ჩვენი სოლისტი. სხვათა შორის კიდე სურპრიზსაც ვამზადეთ ჩვენ, მაგრამ ჯერ არ ვიტყვით ამას. კი ბატონო. და ეს საუნდები სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ძალიან მოენატრა მაყურებელს და ნინომაც ისე შეადგინა პროგრამა, რომ ქართული სიმღერები უხვად იყოს წარმოდგენილი. ბატონო, ჩვენ მაშინ ამით მაყურებელს დავამშვიდობებით და 24 მაისს ბავშვების საბავშვო ფესტივალზე ვისაც ექნება სურვილი აუცილებლად დიახ. კარგად იყავით. დიდი მადლობა ქეთი და კულტურის სიახლეებს კიდევ